17 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვრისპირა სოფლებში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. Მნიშვნელოვანი იყო ეს დიალოგი, იმიტომ რომ იცით რომ მზადდება ახალი ფაზა სამოქმედო გეგმის ქალებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ასევე სამთავრობო კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ გამყოფ ხაზთან სოფლებში სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ამზადებს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას და მნიშვნელოვანია რომ ბმა იყოს ამ ორ დოკუმენტ შორის კონცეპტუალურად და საქმიანობების თვალსაზრისით. ძალიან კარგი შეხვედრა იყო იმ მხრივ, რომ მონაწილეობდა ყველა დონე, ანუ ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება, თვითონ არასამთავრობო სექტორი, თბილისიდან, რეგიონებიდან, სათემო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც უშუალოდ ამ საკითხებზე მუშაობს. მე მგონია, რომ ამ ტიპის დიალოგი IPRM-ის ირგვლივ და იმ სტრუქტურების მონაწილეებთან კომისიას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომლებიც ძალიან ყოველდღიურ რეჟიმში და ქმედითად პასუხობენ გამოწვევებს, ხო, რაც არის უსაფრთხოების და მოსახლეობის და მოქალაქეების საჭიროებების, ამ ტიპის დიალოგი და გაცვლა ინფორმაციის კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების წარდგენა აღნიშნული ფორმატის მონაწილეებთან. შეხვედრას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. სპეციალურად მოწვეული იყო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ კონჯარია, რომელიც ამავდროულად პრობლემების შემსწავლელი კომისიის მდივანია და რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრებს კომისიის მუშაობასა და დაგეგმილ პროექტებზე. ეს შეხვედრები უკვე რამოდენიმე წელია ტარდება, საკმაოდ ნაყოფიერია, ატარებს პერმანენტულ ხასიათს და ხდება იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც რეალურად დგას იმ მწვავე პრობლემების განხილვა. დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც არის პრობლემების შემსწავლელი კომისიის მდივანი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას თუ რა ხდება, როგორ მუშაობს კომისია, რა პროექტები ხორციელდება და რა იგეგმება მომავალში. ასევე ჩვენი მხრიდან ინფორმაცია იქნა გაჟღერებული IPRM-ის შეხვედრებზე და ყველა იმ საჭიროებაზე, განათლების პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებულ ხაზგასმში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა არ დარჩება შეხვედრისთვის, ექნება კონკრეტული შედეგები და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰუეგმა მადლობა გადაუხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შეხვედრის ორგანიზებისათვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევისათვის, რომლებიც რეგიონში მუშაობენ. It's important for us to come here and inform about how the IPRM mechanism, which we're in charge of, works, how we use the hotline and facilitate a dialogue between the parties on issues, practical issues that can be solved. I was very happy to see a big attendance and a special focus on the gender and conflict in line with the Security Council Resolution 1325. For me, it was very useful to have kind of a information sharing, and we hope to be attending in the future too. ასეთ ტიპის შეხვედრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხშირად ატარებს, იმისათვის რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, რა სიტუაცია არის და რა არის ძირითადად საკითხები, რაც განიხილება ამ ტიპის შეხვედრებზე, ასევე რა არის ის საკითხები, რაზეც სამთავრობო კომისია აკეთებს ძირითადად აქცენტებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავის მხრივ წარმოადგენს რეკომენდაციები, დასვეს კითხვები და ასევე ისაუბრეს კონკრეტულად შიდა ქართლში და იმერეთში ამ შემთხვევაში რა პრობლემები არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგენს პრობლემები, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა პროექტის ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარების ფარგლებში.